შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი სენატორები მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გამო ბრალდებებს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას უყენებენ. ამის მიზეზი ის ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმად უახლოეს რამდენიმე საათში ნავთობის დიდი რაოდენობა ფლორიდის სანაპიროებს მიაღწევს. კონგრესის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის წევრებმა ამის შესახებ ქვედა პალატაში მიმდინარე მოსმენებზე ისაუბრეს. რესპუბლიკელმა ჯონ მიკამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის კენ სალაზარის აღიარებაზე გააკეთა აქცენტი, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლოა ჭაბურღილის მუშაობის კონტროლი არ იყოს სათანადოდ მკაცრი. ჯონ მიკას თქმით, რომელმაც მექსიკის ყურეში მომხდარს ობამას ნავთობის ლაქის დროის გრაფიკი უწოდა, ადმინისტრაციამ უბედური შემთხვევის პრევენციისთვის სათანადო ზომების ხარისხი ვერ გათვალა. ამის სანაცვლოდ უბედური შემთხვევის რეცეპტის კარტ ბლანში გამოაქვეყნა. კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ჯეიმს ობერსტარი რესპუბლიკელის კრიტიკას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ჭაბურღილის მუშაობაზე ლიცენზიების გაცემის ფუნქციების სხვა სააგენტოს ინციდენტამდე ბევრად ადრე გადაეცა და რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ პროფესიონალებმა მიიღეს. ვფიქრობ, რომ ეს არის წაქეზება, როდესაც ამ შემთხვევას ობამას ნავთობის ლაქას უწოდებენ და ეს არასწორია. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებაში ადგილი ჰქონდა კორუფციის ფაქტებს. ამას გარდა სამსახური სათანადო ყურადღებას არ უთმობდა უსაფრთხოების წესებისა და გარემოს დაცვის საკითხებს. რაც შეეხება მაკონტროლებელ სააგენტოს, ის უფრო დამოუკიდებელი სამსახური უნდა იყოს, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების საკმარისი რესურსები ექნება, აცხადებს კენ სალაზარი. Are conflicting missions and must be separated.